მაგრამ საავადმყოფოში როგორ მინახულე? შენმაც მამ განყოფილებიდან მალულად გამომიყვანა. რომ არ გენერვიულობა. ძალიან ცუდად იყავი. ახაც მატყუებ? ჰელინი მოკვდა და სამუდამო პატიმრობა მოგისაჯეს? ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა? მითხარი. არა, საყვარელო, არა. გამათავისუფლეს. მოდი გავისეირნოთ. წამოდი. წამოდი რამდენიმე საათი თავისუფლად ვისეირნოთ. იქნებ მე მაინც დამიჯერო. ნუ ღელა, ყველაფერი დამთავრდა. გესმის? ამიერიდან აღარასდროს დაგტოვებ. კარგი, წამოდი. გამომართვი ილიას. ღმერთო, ეს უსიამოვნება უკანასკნელი ყოფილიყოს. ღმერთმა მშვიდობა მისცეთ. მე მომგაიღუძა. რა სასიხარულო ამბავი გამოდოვა. ასია. ბეჭედი რომ გაჩუქეთ ან გაქვს. ციხეში. მხოლოდ ეს ოცნება მაძლებინებდა ასე. ბეჭედი ამოიღე და თიცე გაიგეთ. მინდა რომ თიცე გაკეთოს. ასია. მოდით მოხარ გადავდებთ. ხოლმე წავიდეთ და რეგისტრაცია გავიაროთ, კარგი? ილიას, ამჯერად ყველაფრის სწორად გაკეთება მინდა. ჯერ სახლი შევიგულოთ. სათანადოდ მოვეწყოთ. არ მინდა რომ ბავშვით ხელში ისევ დედაშენის სახლში დავბრუნდე. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ასე არის ვარგებს მართალი ხარ. ჯერ სახლი ვიშოვოთ. მოვაწყოთ. მართალია. მაგრამ ამას უცებ მოვაგვარებთ. კარგი? ილიას, იცი სახლს რამდენი რამ სჭირდება? ამას გარდა ბავშვი მყავს. სამსახური მაქვს და კურსებზე დავდივარ. მეც ყავარ. ახლა უკვე მეც ყავარ. დღე და ღამე ვმუშაობ და ყველაფერს მოვაგვარებ. მაგაზე არ იდარდო, კარგი? სიმართლე გითხრათ, ჰელინისგან ამ ხელას იკეთეს არ ველოდი. მართლა გეუბნებით, ილიასი ციხიდან რომ გამოვიდა, მზად ვიყავი ჰელინისთვის ყველა ბოროტება მეპატიებინა. სალიჰამი დაგითხრა, რომ ეს ნებით არ გაუკეთებია. მე და ფილიზი საავადმყოფოსა და მის სახლშუა გიჟებივით დავუბრუნდით. რომ იცოდე, რამდენიმე ხვეწად ვემუდარეთ, რომ როგორმე გამოეტანა სარჩელე. ძალიან შევაშინეთ. გმირი ქმარი მყავს. რა საშინელებაა. ასიე სიმწუთის გაგებული ქონდა ილიასის დაჭერის ამბავი. მაშინ ვერ რომ არ მოსულიყო რა გვეშველებოდა. ისევ საავადმყოფოში აღმოჩნდებოდა. ნეტავ დაგენახათ რა დღეში ჩავარდა. ერთმანეთი რომ დაინახეს შეყვარებული მოსწავლეები ვით იქცეოდნენ. რაღა დროს ეგ არის, რით ვერ დაჭკვიანდნენ. ისევ ერთად უნდა იყვნენ. შჭობს მალე შერიგდნენ და ბარემ დაქორწინდნენ. მართალი ხარ ძმაო, გეთანხმები. მართალი ხარ. საწავიდნენ შეყვარებული ბრიტები. ილიასის გამოსვლა არ უნდა აღვნიშნოთ. ვიკეიფოთ.
მოიცადე, ჯერ ადრეა. ახლა ალბათ ილიასი ასიეს თავს აბეძრებს. გინდა თუ არა მალე დავქორწინდეთო. გეპიცები თავს არ დაანებებს, სანამ არ დაითანხმებს. აი დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა. ეს ასიესაც უნდა. არა საყვარელო. სალიჰა. Aslında ben sana სიმართლე გითხრა, 10 gün sonra 10 დღის შემდეგ მინდოდა თანხმობის თქმა. Mehmet'in doğum günü. მეჰმედის დაბადების დღეზე. მაგრამ ციხის ამბის შემდეგ Plan çıkınca ასია, ყველაფერი დამთავრდა. Lütfen bak bunları düşün. ხო, ამაზე ნუ ღარ ფიქრობ. თავს ნუ იტანჯავ. İlyas ben hala inanamıyorum ya. დღემდე ვერ ვიჯერებ. Nasıl gidip Pelin'e saldırdın? ჰელის თავს როგორ დაესხი? Hiç önünü sonunu ასე როგორ düşünmeden მოიქეცი? nasıl böyle davranabilirsin? შედეგებზე რატომ არ იფიქრე? Ya kadın ölseydi? რომ მომკვდარი იყო? İlyas ya hapislerde ანდამ çürümek მთელი zorunda ცხოვრების ციხეში kalsaydın გატარება რომ მოგიწევდა, მეჰმედისთვის რა პასუხი უნდა გამეცა? როგორ შეიძლება გაამართლო შენი უპასუხისმგებლო საქციელი? Asiye Allah ასია გამგარები ამაზე ნუ ღარ ვილაპარაკებთ ხო? ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო. გეპიცები. ახლა ნებისმიერ სიტუაციაში თავს შევიკავებ. პირდები, კარგი? ასია. ჩვენი შვილის დაბადების დღეზე დაქორწინება არაჩვეულებრივი აზრია. iyi bir şey. არა? წარმოიდგინე ჩვენი ქორწილის იუბილე. Bizim ev ჩვენი ბიჭის დაბადების დღეს დაემთხვევა. oğlumuzun doğum günü. მაგარია, არა? Ya hayat ჩვენი ცხოვრება ერთად აღნიშნავთ ხოლმე. ხომ ასეა? მაგრამ რომ ვერ მოვასწროთ? İlyas. ილიას, ამჯერად ნამდვილად ვერ ავჩქარდები. Önce bir ჯერ evimize სახლი ვიშოვოთ. sonra ben her მე კი როგორც ოჯახის დიასახლისი, გასქურას, მაცივარს, სარეცხ მანქანას და სხვა დანარჩენ ნივთებს შევარჩევ. kaçak gibi evlenmek არ მინდა ნაჩქარებად გავთხოვდე. თანხმობა ხომ მითხარი? ახლა შეგიძლია ყველაფერი მთხოვა. Ben sana ჯერ თანხმობა არ მithქვამს. მეცა, როგორ? o zaman evet. სიტყვა კი ხომ არ მithქვამს. კარგი თავიდან tekrar გითხავ. sordum ben de. Ya ისედაც benim მთელი zaten ცხოვრება ამ hayatım შეკითხვას გისვამ და ახლაც იგივეს გკითხავ. Tamam. კარგი? Kabul. ასია. სულად გამომყვები. კი. სასწრაფოდ წავიდეთ და ეს ამბავი ჩვენ შულს ვახაროთ.